პირველი რომ რა არის ქართული ოცნების მთავარი ხელწერა? მათი ხელწერა არის ტყუილი. და როცა ისინი საუბრობენ ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენაზე, ნებისმიერ საკითხზე, ეს არის უბრალოდ ტყუილი. დააკვირდით, ხო? მათ ეს ტყუილი ჭირდებათ იმისთვის, რომ ხალხი მოატყუონ, თავის მხარდამჭერს რაღაცა ბოდიში და შეასაღონ, უხეშად რო ვთქვათ. 1000 რამე გამოიგონონ, იმიტომ რომ ვერ მოხდება ასე. სანამ ასეთი ჩიხია ქვეყანაში, სანამ შენ ირჩევ იზოლაციის გზას, სანამ შენ ირჩევ რომ ტრადაცხადებ მთელ მსოფლიოს განვითარებულ სამყაროს, ანერეთ შეიძლება მეორე მხარეს გადატვირთვა მოხდეს ურთიერთობის. სანამ შენ ამდენი ადამიანი გამომწყდეული ყავს საპატიმრო დაწესებულებაში და ფეხქვეშ თელავ ნებისმიერს, ასე ვთქვათ, სამართლიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს, დემოკრატიულ ინსტიტუციებს ანადგურებ. სანამ შენ ამ არჩევნებს არ ატარებ ნორმალურად, შეუძლებელია რომ რაიმე გადატვირთვას მიაღწიო, მაგრამ რატო ჭირდებათ ეს? ისევ და ისევ ტყუილი, იმიტომ რომ განსაკუთრებით ბოლო წლები ოცნების აი ამ მე მათ ვეძახი ბოროტების მანქანას, ხო? თავარი აქვს ტყუილი, ერთი, მეორე ეს არის დაპირისპირების ხელოვნურად გაღვივება და წახალისება ქვეყანაში, ხო? და მესამე ეს არის მათი ხელწერა არის უზრდელობა. აი ამ სამით მართავენ ქვეყანას, ხო? ანუ როცა უჭირთ, ან ტყუილს იგონებენ, ან მე უკიდურესად უზრდელობენ რომ საკითხი გადავიდეს სხვა მიმართულებით და რაზეც დიდ კაპიტალიზაციას ახდენენ ჩვენს დაპირისპირებაზე, საზოგადოებაში ხელოვნური დაპირისპირების საგნების ქცევაზე, ხო? ამას აკეთებენ. აი პირდაპირ აღვივებენ დაპირისპირებას, აი როდესაც მაგალითად ადამიანებს, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, აგენტებად ნათლავენ. როდესაც ამ ადამიანებს ციხეში სვამენ, როდესაც უამრავ, აი კონკრეტულად მათ დეზინფორმაციულ წყაროებში ნახავთ ჩვენ არ ნათქვამს, რაც ჩვენ არ გვითქვამს, ყიდიან იმათ თვითონ ჩვენ იგონებენ. რისთვის რომ ჩემს მიმართ ნეგატივი გააღვიძოს ვინმეში, სხვის ერთმანეთს წაკიდონ ადამიანები და ასე ქვეყანა წინ ვერ წავა რა. ეხლა თქვენ 9 აპრილი ახსენეთ. 9 აპრილი ჩემთვის ყველაზე მეტად თუ რამის სიმბოლოა. ეს არის იმის სიმბოლო, თუ რა შეუძლია ერთმუშტად შეკრულ ქართველ ერს. დიახ, იმ დიდმა ერთიანობამ. ორივე 9 აპრილი. ორივე 9 აპრილი, არ ვასხოვებ მე, ორივე 9 აპრილი, ეს 99 წლის 9 აპრილი დიდი ერთობის დემონსტრირება, რომელმაც ამ ბრძოლამ მოიტანა 2 წელიწადში უკვე დამოუკიდებლობა. ეხლა მათი ზოგიერთი ადამიანისგან ისიც მსმენია რა, რომ ეხლა დამოუკიდებლობა სხვა ქვეყნებმაც მიიღეს და ასე შემდეგ რა. მე ამაშიც ვერ დავეთანხმები. 99 წლის 9 აპრილი იყო ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა არა მხოლოდ საბჭოთა მასშტაბით, არამედ მთელ, ასე ვთქვათ, მაშინდელ სოციალისტურ, ასე ვთქვათ, კომუნისტური გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში, და ამან დიდი ბიძგი მისცა. და სხვათა შორის გერმანიის ელჩმა ძალიან საინტერესო რამ თქვა. 9 აპრილიდან 6 თვეში მოხდა გერმანიის კედლის დანგრევა. და შეიძლება ვინმე ამბობს, რომ რა კავშირია ამ ორ მოვლენას შორის ერთმანეთთან. როგორ არ არის კავშირი? ეს იყო იმ ბოროტებ ძალასთან ბრძოლა მაშინ, რკინის კედელთან ბრძოლა, იმ ბოროტების მანქანასთან, იმ ბოროტების წყაროსთან, რაც იყო ეს საბჭოთა დიქტატურა, ხო, ავტორიტარიზმი, დიქტატურა, ტოტალიტარული სისტემა, ამასთან ბრძოლა იყო. ჩვენთან ეს იყო 99 წლის 9 აპრილი, იქ ეს იყო ბერლინის კედლის ნგრევა, ბალტიისპირეთში დიდი ბრძოლა თავისუფლებებისთვის, ეს ერთმანეთთან დაკავშირებული იყო, რა თქმა უნდა. აი ბალტიისპირეთზე მინდა ვთქვა, ძალიან ხშირად ძველი ექსპერტების მოსაზრებებს როცა ვკითხულობ და მეც ძალიან ბევრი მიფიქრია, მიმუშავია საკითხებზე, რომელიც ეხება გამოიწვია თუ არა 9 აპრილმა საბჭოთა კავშირის საბოლოო ნგრევის ფორმულა გახდა თუ არა 9 აპრილი. სწორედ ამას ვკითხულობ, რომ ბევრი საბჭოთა ექსპერტი მაშინ ფიქრობდა, რომ ბალტიის ქვეყნები გავიდოდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირი შეინარჩუნებდა თავის არსებობას სწორედ დანარჩენი 12 რესპუბლიკის კავშირში დარჩენის შედეგად და აი ეს 9 აპრილი და ბაქოს მოვლენები იყო ის მთავარი გასაღები, რამაც ვეღარ შეაძლებინა საბჭოთა იმპერიას არსებობა. იმიტომ რომ გავიხსენოთ მაშინაც, რომ თითქოს და შეთანხმებისთვის იყო მზადება, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები გასულიყვნენ, დანარჩენი დარჩენილიყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და ბევრი მაშინდელი, ასე ვთქვათ, დასავლელი პოლიტიკოსისთვის წარმოუდგენელიც კი იყო საქართველოს დამოუკიდებლობა, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა, უკრაინის დამოუკიდებლობა. ეს წარმოუდგენელი იყო.
მაგრამ 9 აპრილმა 99 წლის 9 აპრილმა მაშინდელ საბჭოთა საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირში უდიდესი გარდატეხა მოახდინა. ვთქვით, ბოლომდე გააშიშლა ეს ბოროტების მანქანა და ეს აღარ იყო 78 წელი, როდესაც ასევე ჩაახშეს, ასე ვთქვათ, ძალადობით პროტესტი, ხომ? აღარ იყო ის, რომელსაც გადაყლაპავდა მაშინდელისა, უკვე საზოგადოება სხვაგან იყო, მაგრამ ხანდახან საზოგადოებას ჭირდება ბიძგი, რომ კიდევ უფრო ნათლად დაინახოს, რასთან გვაქვს საქმე. და ის ფაქტი, რომ 99 წლის 9 აპრილის შემდგომ საბჭოთა პირობებში ჩატარებულ არჩევნებში ეროვნული ძალები იმარჯვებენ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით. ხო ეს ხო? ეს ხალხო საოცარი შედეგია რა და უფრო მეც ვიტყვი 90 მე რეფერენდუმი და 90 აი ამ 2 წელმა და მანამდე ეროვნულმა მოძრაობამ, მაგრამ ამ 2 წელმა მე ესე ვეძახი ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის მთავარი დამსახურება არის ქართული დნმ-ის გაღვიძება. ანუ გამოაღვიძა მიძინებული 70 წლის მანძილზე, მიძინებული ის ქართული, რაც ჩვენში იყო და ეს დღემდე გვაქვს. როცა დღეს ჩვენ კვლევაში ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თავის ადგილს ხედავს ევროპულ ოჯახში, ეს იმის დამსახურებაა. იმ დიდი ეროვნული მოძრაობის დამსახურება, იმ მუხტის დამსახურებაა, რომელმაც გაიღვიძა მტერს მტერი დაარქვა, მოყვარეს მოყვარე დაარქვა და აქეთ წავიდა. ახლა დღეს ჩვენ რას ხედავთ? ხო, გიორგი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან ხშირად ამ ბოლო დროს ვიხსენებთ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს ილია ჭავჭავაძის სტროფებს ბედნიერი ერიდან მტრის არმცნობი მოყრის მგმობი. აი რამდენიმე წუთის წინ წაიკითხა ასევე ეკო მაგრაძემ ერთ-ერთი მოძღვრის ურბნელი სასულიერო პირის აღსარება საჯარო, რომელიც ამბობს, რომ სასულიერო ცხოვრებაშიც კი ძალიან დიდია რუსული გავლენები და როცა სასულიერო ცხოვრებაში ასეთი დიდია, ალბათ წარმოსადგენია საერო ცხოვრებაში რამხელა არის და რუსეთი მაინც თავისკენ, თავისი ვიწრო სისხლიანი მარწუხებისკენ ეკაჩება ისევ ამ ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში არის ახლა ისეთი მმართველი ძალა, რომელსაც არ ჭირდება წინააღმდეგობის გაწევა რუსეთთან. და ის რაღაც თავის რბილი ძალით მუშაობს ამ საზოგადოებაში, რომ ჩაურჩეთ ის. მე ვფიქრობ, რომ დიახაც გააღვიძა და ეს დღემდე ცოცხალია და მე რო ამ ბრძოლაში ვარ და ყველა რო ამ ბრძოლაშია, იმიტომ ვარ, რომ გჯერა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვეთ. მაგრამ მოდით ერთ მნიშვნელოვან ფაქტს დავაკვირდეთ. ყველაზე დიდი კომპრომისი რუსეთის ფედერაციას დასჭირდა საქართველოსთან მიმართებაში თავისი პოლიტიკის ცვლილების თვალსაჩინო და რას გულისხმობ ამაში? ქართული ოცნება ეს არის ჰიბრიდული ომის მიერ შექმნილი იარაღი, ანუ ახალი თაობის, ასე ვთქვათ, იარაღი შექმნილი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, რომლის, ასე ვთქვათ, სახე, ნიღაბი ამდენი 14 წლის მანძილზე იყო პროევროპული, პროდასავლური, მაგრამ შიგთავსი იყო ავტორიტარულ პრორუსული. ანუ რას გულისხმობ ამაში? ნახეთ, მანამდე მათი მიდგომა იყო საქართველოსთან მიმართების პირდაპირ პოლიტიკური ძალების დაფინანსება, რომ ეს არის პრორუსული პოლიტიკური ძალა და მას უნდა რომ საქართველო იყოს რუსეთთან ერთად ევრაზიულ კავშირში თუ SNG-ში თუ ასე შემდეგ რა. მიხვდა რომ ეს არ გამოუვიდოდა საქართველოში და შეიქმნა ახალი თაობის იარაღი და ეს კომპრომისული რატო არის რუსეთისთვის? იმიტომ რომ გაგახსენებთ თქვენ რომ სხვა ქვეყნებში, მათ შორის 2014 წლამდე უკრაინაში, მათ შორის ვარდების რევოლუციამდე საქართველოში, მათ შორის მანამდეც სხვა ქვეყნებშიც რუსეთი, მათ შორის სომხეთში, სხვათა შორის სომხეთში, ეხლა უნგრეთი ცოტა კიდე მაგასაც შევხედოთ, იქაც აი ამ ჰიბრიდული იარაღით იბრძვის და ანუ ერთი და იგივე დაწერილი წიგნია, რაც იქ არის, მაგრამ ნახეთ რუსეთი რას ითხოვდა ყოველთვის 90-იან წლებში ამ ახლად დამოუკიდებელი ქვეყნებისგან, ხო? დამოუკიდებლობა აღდგენილი ქვეყნებისგან. არა მხოლოდ იმას, რომ SNG-ში ყოფილიყო, არამედ თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, პროკურორი, გენერალური, ანუ ძალოვანი უწყებები უნდა ყოფილიყო რუსეთის კონტროლის ქვეშ. გაიხსენეთ იანუკოვიჩის პერიოდი უკრაინაში. მანამდე საქართველოში ვინ მოუწყო ტერაქტი 95 წელს ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი იყო? ვინ მოუწყო? უშიშროების მინისტრმა, რომელიც სად არის ახლა? რუსეთში იმყოფება. ხო? თავდაცვის სამინისტროში ქართულად რო ვერ საუბრობდა თავდაცვის მინისტრი, გაგახსენებთ. იყო ას ვარდიკონ. ეს საიდან იყო ეს ადამიანი?
საიდან მოვიდა? იგივე იყო რუსეთში თავდაცვის მინისტრი, ვინ აკონტროლებდა და რატო არ ყავდა უკრაინას, უფრო ბოდიში უკრაინაში და რატო არ ყავდა უკრაინას 2014 წელს ჯარი საერთოდ? ფიზიკურად არ ყავდა. ხოთაშორის ახლა უკრაინის ყოფილი უშიშროების მინისტრი, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა, დაიღუპა უკრაინის წინააღმდეგ ომში. უკრაინელი. ანუ მე რას გულისხმობ, იცით რომ პირველი ამ დიდი კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა, აი ამ ბოროტების წყაროს მოუწია საქართველოსთან რა და კომპრომისული ნაბიჯი რაშია, რომ შეექმნა ახალი ჰიბრიდული, ანუ ორსახოვანი მთავრობა, ხო? ახლა ნახეთ, ეს წლები ოცნება მუდმივად ცდილობდა ხალხის მოტყუებას. ეხლა მე უფრო იმას კი არ საქართველოში ეს ჩვენი დნმ ბიძინა ივანიშვილს ამისთვის სპეციალურად ამზადებდა წლების განმავლობაში. ამზადებდა რა კონსულტანტი, ფაქტია რომ ერთი რამ არის ფაქტი. უნგრეთს ხო, საქართველოში არსებულ რეჟიმს, უნგრეთში არსებულ რეჟიმს და თქვათ იქ იმაში რა ქვია, სხვა ქვეყნებში სადაც რუსული გავლენები არის, აქვთ ერთი და იგივე სტრატეგია, სახელმწიფო, ერთი და იგივე მესიჯები, აი ეს გლობალური ომის პარტია, სუვერენიტეტი, deep state, რომელიც ყველაფერი ტყუილია და ნახეთ როგორ არის ახლა ჩვენ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ხელწერით გაკეთებული და ახლა მე არ მჯერა რომ ეს საქართველოში გამოიგონეს რა და მე უნგრეთმა წაიღო რა. ეს არ ვიქნებით სერიოზული თუ ამას დავიჯერებთ, ხო? მაგრამ საქართველოში დატესტილია, რომელმაც პირველ რიგში, დიახ, 2012 წელს უნგრეთში მუშაობს, როგორც ჩანს ის ასე არ არა, მუშაობდა ეხა უნგრეთშიც, მოდით ესე ნუ ვიტყვით, მოუკაცრავთ, როგორც ჩვენთან ეხა 14 წელია ასე თუ ისე მუშაობს, აკლდება მუდმივად, მაგრამ თქვენ რო ამბობთ რომ გაიღვიძა კი ქართულმა დნმ, ქართული დნმ გააღვიძებულია უბრალოდ აი ამ ტყუილს ფარდა ბოლომდე უნდა ავხადოთ იმ ადამიანებშიც ვინც შეიძლება ამ ასე ვთქვათ ამ მოჯადოებული წრის ასე ვთქვათ ამ ტყუილის მსხვერპლია დღეს. ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ რა და აი ეს არის ჩვენი მიზანი ხა, ამიტომ ვართ ხო, ამიტომ ვიბრძვით რომ საზოგადოება გავაერთიანოთ და ნუ მაშინ იმას ვიტყვი ეს როგორ მოხდება ხო? ეს მოხდება მაშინ თუ ჩვენ ამ ბოროტებას რომელიც შექმნილია რუსული ხელით, ჩვენ ბოროტებას კი არ დაუპირისპირებთ. სიკეთით იმ გათითოკაცებას ერთ მუშტად შეკვრას დაუპირისპირებთ. მიხვდით? ანუ საზოგადოებას ვეთყვით რომ აი თქვენი ეთერითაც ამას რამდენი ხნის განმავლობაში ეს ვერ მოახერხეთ, მხოლოდ 9 პარტია ახლა გაერთიანებული ოპოზიციურ ალიანსში. არა, მე ვფიქრობ რომ 9 პარტია თუ არა კარი ღიად დატოვებული და ელოდებით თუ არა სხვებსაც, ბარემ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც წავიკითხავ, რომელიც მნიშვნელოვანია ამავე საკითხთან დაკავშირებით. ის ფიქრობს, რომ პოლიტიკაში ახალი სახეების, ახალი პარტიების დროა. Facebook Live-ში გამოჩნდა გუშინ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ის მოსახლეობის კითხვებს პასუხობდა და თქვა, რომ ახალი პარტიები არის ხალხის დაკვეთა. სწორედ სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ ძველი პარტიებიც, ახლებიც და პროტესტში მყოფი საზოგადოებაც უნდა გაერთიანდეს. ერთ-ერთი ვინც ქვეყანაში ახალი პარტიის შექმნას აპირებს ეს ვიქტორ ყიფიანია, ინიციატივა ჯერ საქართველოს ლიდერი, გუშინ მედიასთან აცხადებდა, რომ საჭიროა ახალი მიდგომები და რეალისტური გადაწყვეტილებები. ეს ადამიანი ალბათ შეგვიძლია ვთქვათ ყველაზე უკეთ იცნობს ბიძინა ივანიშვილს, რადგან მისი ადვოკატი იყო. ახლა ახალი პარტიის ფორმირების პროცესშია, ახალი გუნდით ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას გეგმავს. შეძლებს თუ არა კოორდინაციას ახალი პოლიტიკური ძალები უკვე გამოცდილ პოლიტიკურ ძალებთან, ვისაც ამ ასპარეზზე მრავალწლიანი ბრძოლა და გამოცდილება გააჩნია, ახალგაზრდები, რომლებიც სამომავლოდ პოლიტიკური განცხადების გაკეთებას აპირებენ, აცხადებენ, რომ მათი მთავარი ბრძოლის ობიექტი სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, ანუ რაღაც მრავალ პლასტი. მე პირველი რაც შემიძლია ამაზე ვთქვა, მივესალმები ნებისმიერი ახალი ადამიანის, ახალი ჯგუფის, ახალი პარტიების ჩამოყალიბებას და შესვლას პოლიტიკაში. პოლიტიკა არის ძალიან რთული საქმე. რაც მეტნი ვიქნებით სწორ მხარეს, მით უფრო რო ძლიერები ვიქნებით რა. ამიტომ მივესალმები მათ შორის ვადევნებ თვალს ადამიანებს, ვინც ვიქტორ ყიფიანთან ერთად არიან ამ ჯერ საქართველოს ხომ, ესე ქვია. საინტერესო ადამიანები არიან, პირდაპირ ვიტყვი, მე ძალიან მომწონს მათი კვალიფიციური საუბარი და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ საერთო, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის წერტილების გამონახვას. ხო, ალიანსის პრინციპი არის, რომ ჩვენ კარს არავის არ უკეტავთ, პირიქით ჩვენ ვამბობთ, რომ როცა მზად იქნება სხვა თანამშრომლობისთვის, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. ჩვენთვის ფუნდამენტური საკითხები არსებობს, თანხმდებით იმაზე, რომ
ეს რეჟიმი შესაძლებელია, რომელიც არ არის აღიარებული ერთი, მაგ პოლიტპატიმრების თემა, ახალი არჩევნების თემა, ხო? კოლაბორაციაში შესვლაზე ჩვენ ვამბობთ უარს, ხო? იმიტომ რომ ვამბობთ, რომ ქვეყანას ჭირდება სხვა რამ. ამიტომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იქნება, ნებისმიერი ჯგუფი იქნება, უფრო მეცაც გეტყვით, ჩემს ამოცანათაც ვისახავ იმას, რომ რაც შეიძლება მეტ ახალ ადამიანს პირად ამოცანად გავუხსნა, მივეხმარო, რომ უფრო აქტიური იყოს პოლიტიკაში. მე იმასაც ვიტყვი, რომ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს ვხედავთ დღეს, მათ შორის აქტიურ ადამიანებს, ჩართულები არიან პროტესტში. მე ვიმედოვნებ, რომ ის ადამიანები შემდეგ ნაბიჯსაც გადადგავენ და პოლიტიკისკენ წავლენ. მიხვდით, იმიტომ რომ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მეტი მუხტი, მეტი ენერგია, მეტი სიახლე სჭირდება, მეტი ახალი ადამიანი, უამრავ პროფესიონალს ვხედავთ ჩვენ, რომელსაც სჭირდება ერთი რომ პოლიტიკასაც სჭირდება მეტი პროფესიონალი და მეორე რომ ქვეყნის მართვა სჭირდება მეტი პროფესიონალიზმი, იმიტომ რომ მე მხოლოდ იმ საქართველოს იმჯერა, სადაც განათლებული, ცოდნის, პატიოსანი, პროფესიონალი ადამიანები, პატრიოტები იღებენ, ასე ვთქვათ, თავის თავზე პასუხისგებლობას, რომ ქვეყანა წაიყვანოს სწორი მიმართულებით. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, ეს არის ძალიან კარგი და შევეცდები მე რაც მაქვს შესაძლებლობა, რომ გამოვნახო ყველასთან საერთო ენა. იმიტომ რომ იქ სადაც გვაპირისპირებენ და გვათითოკაცებენ, ჩვენი პასუხი უნდა იყოს ერთმუშტად შეკვრა. მე ამაში ვხედავ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვების გზას, იმიტომ რომ ბოროტების მანქანას, რომელიც არ არის ბევრი, ეს რამდენიმე ათეული ადამიანია, რომელიც ტყუილით, სიძულვილით, დაპირისპირებით მართავს ამ ქვეყანას, მიტაცებული აქვს, ჩვენ ამას უნდა დაუპირისპიროთ დიდი ერთიანობა რა. კი არ უნდა ავყვეთ, კი არ უნდა გავყვეთ იმ სიძულვილის ენაში, არამედ უნდა დავარქვათ ამის თავის სახელი და საზოგადოებას აიხაც თქვენთან ერთად მოუბრუნდები და ვეთქვი, არაფერი არ გვაქვს ჩვენ გასაყოფი. ერთი ქვეყანა გვაქვს, ერთი სამშობლო გვაქვს, გვინდა ნორმალურად ცხოვრობდეთ ამ ქვეყანაში. ნორმალურ გარემოში იზრდებოდნენ ჩვენი შვილები. გვინდა რომ ადამიანს არ უწევდეს საქართველოსდან უცხოეთში წასვლა. იმიტომ რომ ლუკმაპური იშოვოს და გამოუგზავნოს თავის ოჯახს აქ სარჩენად. მინდა რომ აქ იყოს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, რომ ნორმალურად იცხოვროს. აგერ აღდგომა მოდის ახლა, ხო? რამდენ ადამიანს პრობლემა აქვს, რომ სასაფლაოზე რო გადის, ჩვენი ტრადიცია რაც არის, შეიძლება ისე წელგამართული ვერ გადის სასაფლაოზე, რომ მეზობელი სასაფლაოდან ადამიანს რაღაცა ჭიქაღვინო დავლიოთ და შესანდობარი ვთქვათ ჩვენი უფრო უარესი რა არის, იცით? რამდენია ეხა ასობით ათასი ადამიანი გვიყურებს ალბათ უცხოეთიდან, რომელსაც თუ რამე უნდა რომ აღდგომას გავიდეს სასაფლაოზე, იმიტომ რომ ეს ხო ჩვენთვის არა მხოლოდ ეს არის დიდი რელიგიური, მაგრამ უდიდესი ტრადიცია, ეს საქართველოს, ასე ვთქვათ, შიგთავთან შესისხორცებული ტრადიციაა, ხო? მე ყველა ჩვენ მივდივართ, ჩვენი დნმ-ია და ეხლა ტექნოლოგიებით ალბათ დარწმუნებულია სასაფლაოზე რომ გავალთ, ბევრს ნახავთ ჩართულს იმით ვიდეოზარით, რომ უცხოეთიდან ელაპარაკება თავის ოჯახის წევრებს სასაფლაოზე გასულ ადამიანს და მე ეს არ მინდა. მე მინდა რომ ქართველი ადამიანს კონდეს შესაძლებლობა თვითონ გავიდეს სასაფლაოზე, პატივი მიაგოს, თავის ნათესავები ნახოს, ახლობლები ნახოს, ოჯახი გააძლიეროს. აბა ჩვენ რანაირად ავაშენებთ სხვაგვარად ძლიერ სახელმწიფოს? თუ ადამიანი წელგამართული არ იქნა, თუ ძლიერი ოჯახები არ იქნა, თუ შემოსავალი არ გავზარდეთ, თუ ეს რაღაცა ეს დაჩაგრულობის განცდა არ მოხსენით, რომელიც არის, მიხვდით, უსამართლობის განცდა, ეს ხო უსამართლოა, რომ ადამიანი სასაფლაოზე ვერ გადის. ერთი რომ შეიძლება გაჭირვების გამო და მეორე რომ იმიტომ რომ მოუწია ქვეყნიდან წასვლა, მისი ოჯახის წევრი გადის. ვიდეოზარით იცნობენ შვილები მშობლებს. ეს ნორმალურია? ეს ხო ამ ხალხმა მოიტანა. ვინ მოიტანა ეს ყველაფერი? 14 წელია ხელი მართავენ სახელმწიფოს და რო კითხვას რო უსვავ რომ რატო წავიდა ამდენი ადამიანი ქვეყნიდან თუ ეკონომიკა ყვავის, რომელსაც თქვენ ამბობთ, ისა უცებ გეტყვია რომ შენ ომი გინდა? არაადეკვატური პასუხები, რაღაცას შეურაცხყოფას მოგაყენებენ. შეიძლება ეწინააღმდეგებიან თავიანთ თავს. მოდით ფასებზე ვილაპარაკოთ, გიორგი. კი ბატონო. თვითონ ამბობენ რომ დიახ ეკონომიკური ზრდა ძალიან მაღალია და შექმნეს კომისია, რომელმაც უნდა დაარეგულიროს ქვეყანაში ფასები. როგორ აფასებთ ამ კომისიის მუშაობას? უსმენთ თუ საპატიმროში ვიყავი, როდესაც ზარზეიმით გვამცნეს რომ რა შექმნეს ფასების შემცირების კომისია. რა მივიღეთ? ფასების ზრდის კომისია მივიღეთ. აგერ აღდგომას ამაზე ამბობენ რომ გარე ფაქტორებმა გამოიწვია ხორმუზის სრუტის ჩაკეტვა, ომმა უკრაინასთან, რუსეთთან, ირანსა და ამერიკას შორის, ისრაელთან და ასე შემდეგ. თებერვალში რამ გამოიწვია? თებერვალში რამ გამოიწვია? ჰორმუზის სრუტე იყო ჩაკეტილი? ან კი ჰორმუზის სრუტე რო ჩაიკეტა, ნავთობის ფასი პირველად ყველაზე სწრაფად საქართველოში რო გაიზარდა. ჩვენ რა ჰორმუზის სრუტით გავლით ვიღებდით ნავთობს? აგერ რუსეთიდან ვიღებდით ნავთობს.
ვის ატყუებენ? ვის ატყუებენ ხალხო, ანუ თქვენ გჯერათ, ანუ ელექტროენერგიის ფასი რო გაიზარდა ირანში ომის ბრალია? რისი ბრალია? რისი ბრალია და კორუფციულ კლანური სისტემის რომ ენერგოგენერაციის ობიექტები, ჰესები არ აშენებულა ამ ქვეყანაში, ენერგია არა გვაქვს. ენერგოვამპირი ქვეყანა გავხდით. 2012 წლისთვის ვიყავით ნეტ ექსპორტიორი, ეხლა რო იძახიან რომ ნეტ ექსპორტიორი უნდა გავხდეო. ვყიდით ენერგიას უკვე საზღვარგარეთ, იმიტომ რომ იმდეს გამოვიმუშავებდით, რომ ვაკმაყოფილებდით შიდა მოხმარებას და ვყიდით. ახლა რა? წლიდან წლამდე რა თქმა უნდა იზრდება მოხმარება. ახლა რა ხდება? ვეღარ ვაკმაყოფილებთ, ანუ აღარ ყოფნის ჩვენი წარმოებული ენერგია და გვიწევს ენერგიის ყიდვა უცხოეთიდან. არა, რატო აღარ ყოფნის ესეც ძალიან საინტერესოა. არა, არ ყოფნის, ნუ ახლა გავიგე. ერთი რო კრიპტოვალუტის მიმართულებაა, მაგრამ სულ რომ მაგას თავი დავანებოთ, ნებისმიერ ქვეყანაში ეკონომიკა სულ რომ არ ვითარდებოდა, ანუ 1% რო ვითარდებოდეს, მეტი ენერგია გჭირდება ყოველ შემდგომ წელს. ეს 2x2-4-ია. მაგრამ თავარი სახელმწიფო იმისთვის ხარ, რომ ისე დაგეგმო ეს სისტემა, რომ საენერგო წარმოების სიმძლავრეებმა, ანუ ენერგოგენერაციამ, ჰესები იქნება ეს, განახლებადი ენერგია იქნება, კომპლექსური მიდგომა იყოს, რომ არ გაუსწროს მოხმარება მიწოდებას და თუ შენ მიწოდება მეტი გაქვს, მე შეგიძლია ექსპორტზე გაიტანო. აქ რა ხდება მოხმარება ხელისუფლება რომ ჯერ კიდევ 2012 წელს ამბობდა რომ მაშინ წინა ხელისუფლების ჯიბეში მიდის თითო ლარი ლარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა უფრო მეტი მინდა ვთქვა. რატო ღირს სომხეთში უფრო იაფი ენერგია? რატო ღირს აზერბაიჯანში უფრო იაფი ელექტროენერგია? რატო არის ჩვენთან უფრო ძვირი? მოიცა, ხო ვამბობთ რომ 26000 მდინარე გვაქვს. ჰესები შეგვიძლია. მწვანე ენერგიაზე ვამბობთ, რომ 2 გიგავატის რესურსი აქვს ქარის ენერგიას, მზის ენერგიას რესურსი აქვს მაგალითად. რატო არაფერი არ აშენდა და გაკეთდა? იმიტომ რომ იქ სადაც კორუფციაა, იქ არაფერი არ ხდება. რამდენიც დაიწყეს პროექტები, იმდენი ჩავარდა ეს პროექტი, ვიღაცას წილი არ მიუტანეს. ან ვისაც წილი მიუტანეს, ის მოხსნეს სამსახურიდან, ახალმა ეს არ გადაიბარა, იმის გაუჩერა პროექტი. უფრო მეც გეტყვით, ნამახვან ჰესი ეს არის საუკუნის თაღლითობა, რაც გააკეთეს. კონტრაქტი სავარაუდოდ წინასწარ იყო გამიზნული იმისთვის, რომ ეს ჩაშლილიყო ეს პროექტი. იმიტომ რომ დახარჯეს, რა ვიცი, მაქსიმუმ 10-15 მილიონი და არბიტრაჟი რამდენი წავაგეთ? 385 მილიონი და იმ დღეს ბატონმა რომანმა გოცირიძემ მოგვახშველა სხვა შორის ერთ-ერთ ეთერში ციფრები 450 მილიონ დოლარზე ავიდა უკვე საურავებით. და ვინ უნდა გადაიხადოს ეს 450 მილიონი დოლარი? ისევ ჩვენ უნდა გადავიხადოთ. აგებს პასუხს ამაზე ოცნება? აი ამას რო ვეუბნებით. აგების ნაცვლად ჯარიმას. ხო და ამას რო ბოდიში, აი ამას რო ვეუბნებით, ნახეთ რას გვეუბნებიან, ეს პროპაგანდისტის კიდე ერთი, რომ 2012 წლამდეო თქვენ რუსეთს მიყიდეთო მთელი ენერგეტიკა. ეს ტყუილი. ხახნო ტყუილია ეს. ტყუილია, მორიგი ტყუილია. რუსეთის რუსულ კომპანიას ქონდა მხოლოდ და მხოლოდ თელასი და მასთანაც დარწმუნებული ვარ წინასარგარიგებით, ჩემი აზრით. 140 მილიონი წააგეს არბიტრაჟი, ვისი მოქმედებით წააგეს? ისევ მათი მოქმედებით. მოსთხოვეს თელასის ინფრასტრუქტურის განვითარება? აბა შევიდეს ვინმე თელასის იმაში. მაშინ რაც ჩაიდო ინვესტიცია, იმაზე დგას და ძლივს, აი, როგორ არის, იცი რომ არ გაგვეთიშოს დენია ესე ეგრეთ წოდებულ emergency სიტუაციაში მუშაობს ენერგოგენერაციის სისტემა. ეს ხო ნორმალური არ არის. და აი იმ ხალხს, ვისაც ამას აჯერებენ, მათ ვეუბნები რომ ხახნო, ხო უნდა გავახილოთ თვალი და დავინახოთ რომ მარტივ რაღაცას გეუბნებით. ყიდიდით ენერგიას უცხოეთში, ახლა ვყიდულობთ. ამიტომ გაგვიძვირდა. მეორე, აგერ ვითომ აშენებდნენ დიდ ჰეს და აშენების ნაცვლად 450 მილიონი მე თქვენ დაგვადეს ვალად. და ჩვენ რო ამაზე ვლაპარაკობთ, თქვენ ისინი პასუხობენ ტყუილს, რომ თქვენ რუსეთს მიყიდეთ რაღაც. რა მივყიდეთ? რა სისულელე, რა ზღაპარია ეს, ხო? იგივე შეთანხმებით, რომელი ესა რა ქვია, სტრატეგიული ობიექტები, გაზ, რომელი რა უზარმაზად არ გვახსოვს 2003 წელს რა ხდებოდა? დენი არ იყო და მე მაგ პერიოდის სტუდენტი ვარ 90-იანი წლების ლამპის შუქზე მაქვს წაკითხული ყველა წიგნი და სანთელზე. მანდ ვცხოვრობდით. დენის მოვიდა და დენის ექსპორტიორიც გავხდით. და არ შეიძლება ესე ყველაფერი. ხო, ახლა ბურუნდებით ისე ვიქ და ახლა დენი გაგვიძვირეს. გენერაცია არა გვაქვს. იმის ნაცვლად რომ ქვეყნისთვის შემოსავლის წყარო ყოფილიყო ენერგეტიკის სექტორი არის ფაქტობრივად უზარმაზარი პრობლემა ადამიანებისთვის. 30%-ით გააწვეს. რა ენაყულებათ? მათთვის ეს არაფერი არ არის. მათთვის არაფერი არ არის. მათ რა ეხა თქვენ გონიათ იმას რა ქვია ელექტროენერგიის ის რომ მოდით ქვით არის იმას უყურებენ, იმხელაფული აქვს ნაკეთები და ინდენსიფარავენ, მათთვის არაფერი არ არის. მაგრამ ადამიანისთვის, რომელსაც პენსიონერისთვის ამხელა დარტყმა,
რომელსაც წამალსა და საჭმელს შორის არჩევანის გაკეთება უწევს და ახლა კიდე გაზრდილი ელექტროენერგიის გადასახადი. უსამართლო, ვეუბნებით რომ ამაზე რომ უსამართლოა, მიხვდით და პასუხობენ რომ ისე რა ქვია, თქვენ ომი გინდათ? რა პასუხია? რა პასუხია? დენის ფული რატო გაიზარდა ვეკითხებით? ომი გინდა ომ პასუხობენ? რა შუაშია? ჰორმუზის სრუტე რა შუაშია დენის ტარიფის დასთან? თებერვალში ფასების და რა შუაშია დენი? თვითონ არ გამოვიდა ეს ხალხი და არ თქვა რომ ისო კარტელები არისო ქვეყანაშიო? ხო თვითონ აღიარეს, ჯერთი ფასებზე გახსოვთ ჩვენ კამპანია ქონდა. და დაიჭირეს მთავარი აღიარეს და დაიჭირეს საკუთარი არა, ნახეთ ფასების კარტელი არა, მოდი ხა ახაც თქვათ რომ იმათი დაჭერის მერე გამოვიდნენ და თქვენს რომ ფასების კარტელებიაო, მოკლედო გარიგებებიაო და ანუ კარტელი რა არის? გარიგება, ოლიგოპოლია, სხვადასხვა ბიზნესის თანხმდება, რომ ფასებს ხელოვნურად ზრდიან. არა, ერთი წამით აი რა მინდა ვთქვა. სამი თვე გავიდა, ერთი გამოვლენილი კარტელის შესახებ გაიგეთ? ხო თვითონ თქვენს, ეს ხო ჩვენი ნათქვამი არ არის. თვითონ ხო თქვენს? ამას ჰორმუზის სრუტე და ირანი უშლის ხელს? თუ ომის პარტიამ დააძალა რომ არ გამოავლინო? თუ ისა რა ქვია, აგენტურა მუშაობს, რომელიც უშლის ხელს ამის გამოვლენაში. მორიგი ტყუილი, რატომ მოიგონეს ეს კომისია? თან ამდენი კომისია შექმნეს სამთავრობო, საპარლამენტო, ეროვნული ბანკის მონაწილეობის და სუსის კომისია, 4 კომისია გვაქვს. 4 კომისიამ ფასების ზრდა მოიტანა. და ეს რატო ხდება? შედეგად მივიღეთ ის, რომ მამუკა მდინარაძემ ახალი წოდება მიიღო ირაკლი კობახიძისგან ფასების გარშემო. ანუ მე ამ რატო ვეუბნები საზოგადოებას, რომ სანამ ამ ტყუილს ჩვენ არ ვამხელთ და სანამ არ დავინახავთ, რომ სიმართლე აქ არ არის. სიმართლე არის იმაში, რომ ჩვენ აქეთ ვართ ადამიანები, ვისაც გვინდა ქვეყნის აღშენებლობა, საქართველოს მოდერნიზაცია, ცოდნის ეკონომიკის აშენება, დემოკრატიული სისტემის განვითარება, ძლიერი თავდაცვა, რომ დაცული ვიყო, დაცულად გრძნობდე თავს, რომ იმ განვითარებული სამყაროს ნაწილი გახდეს საქართველოს თავაწეულმა იაროს ქართველმა მთელ მსოფლიოში და რო იტყვის რომ ქართველი ვარ, თქვა რომ აი ყოჩახ საქართველოს ერთ-ერთი მაგალითია წარმატების. ასე გაძლიერდება ქართული ოჯახი. ასე მიექცემა ადამიანს საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა. რამდენი განათლებული და პროფესიონალი ადამიანი ყავს, რომელიც საკუთარ სამუშაო ადგილს ვერ პოულობს ქვეყანაში, მიდის და მისი ცოდნა იხარჯება სხვა ქვეყნების განვითარებაში. ეს ხო უსამართლოა. აი ეს უნდა შეიცვალოს. ამიტომ ბოლოს მაშინ თუ ვასრულებთ ვიტყვი. აი ზუსტად ამიტომ თუ არ ვეთანხმებით, არ მოგწონს ის რაც ხდება და გვინდა ძლიერი, წელგამართული, ძლევამოსილი საქართველოს 26 მაისს გელოდებით რუსთაველზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველანი შევიკრიბოთ. ვინც ფიქრობთ, რომ სამართლიანობა უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში, ვინც ფიქრობთ, რომ დამოუკიდებლობა უნდა გამტკიცდეს, ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპულ განვითარებულ ქვეყნებს შორის, ვინც ფიქრობთ, რომ ქართული ოჯახი და ქართველი ადამიანი უნდა იყოს საზრუნავი ნომერ პირველი, ვინც ფიქრობთ, რომ უსამართლობას მსხვერპლი ხართ ფასების ზრდით, ჯარიმებით, ქვეყნიდან წასვლით თუ სახლების დანგრევით თუ საპატიმრო დაწესებულებებით, ყველას გელოდებით 26-ში შევიკრიბოთ ერთად და ერთმუშტად შეკრული საქართველოსკენ პირველი დიდი ნაბიჯი გადავდგათ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. იმედია უამრავი ადამიანი მოიყრის თავს. იმედი მაქვს. კიდევ ერთხელ ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, განახლებულ კამპანიის პირველი ნაბიჯი და ყველას გთხოვთ, რომ ერთად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში. თავარი არის ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის აზრის გაზიარება, ტყუილის და სიმართლის გარჩევა და ბოროტებასა და სიკეთეს შორის არჩევანის გაკეთება. ჩვენ გვინდა კეთილი საქმეების კეთება ქვეყანაში. დიდი მადლობა გიორგი ვაშაძე, სტრატეგია